გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიგეცით და გკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ой, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგარ ფარდულს ვშლი. ცოტა გადამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა. კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არინერვიულოთ ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დაუბრუნდებით და მივალაგებთ საღამომდე ბევრი დრო გვაქვს. საფოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის. შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჩიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რის განავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგპირდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. ტურბოზავრებო, წინ. კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. დო, არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. ტურბოზავრებო, წინ. ტრაკ ცოტა ფრთხილად. ფრთხილად. შენ ხომ მეგობრისთვის აშენებ სახლს?
ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ, რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გოგო. 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 ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გოგო. 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 საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია. ახლა შენ. სცადე, მოგეწონება. რადგან ასე ფიქრობ? იქნებ საკმარისიათ რა აქ. გააჩერე ბოლოს და ბოლოს. ცდილობ. ეს სპეციალურად გააკეთე? არა, რა თქმა უნდა, თორ, უბრალოდ აქ პაწაწინა ღილაკებია. როგორც ჩანს, შენთან ერთად მანქანებს ვერ ვითამაშებთ, ბეჭა. მე კი ვოცნებობდი რბოლა მოგვეწყო. მომისმინეთ, იქნებ ნამდვილი რბოლა მოვაწყოთ. ხო, მაგრამ ამას ვერც ტყეში გავაკეთებთ, ვერც გზატკეცილზე. ძალიან სახიფათოა. მოვიფიქრე. მოდი სპეციალური ტრასა ავაშენოთ. ხო. მე მგონი გვეყოფა ადგილი ტრასის ასაშენებლად. შეხედეთ? მაგრამ დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს. ნიადაგი უნდა გავასწოროთ, კუნძები ამოვთხაროთ. ყურებს არ ვოჯერებ. მცენარეებს რას ვუზამთ? სხვათა შორის აქ შროშანები იზრდება. სად ხედავ შროშანებს? წელიწადის ამ დროს არ ყვავილობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ არ არის. შროშანები გადაშენების პირას მყოფი მცენარეებია, ჩვენ კი ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ. შეუძლებელი არაფერია, კაჯა, მცენარეებს ნიადაგთან ერთად გადავრგავთ. ბულ, შენ კუნძებს ამოთხრი. ანკი, შენ მათ წაიღებ. თორ, შენ ნიადაგს გააფხვიერებ და მიწას გაასწორებ. დო, შენ ტრასას დატკეპნი. ტრაკ, შენ და კატя მცენარეებს გადარგავთ. ზერიკი. ზერი დაისვენებს. ხო, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენი ტრასაა. მე ხომ მანქანა არ ვარ, რობოტიც კი არ ვარ, რბოლაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შეგიძლია მსაჯი იყო. მართლა? მსაჯი ვიქნები? გაიგონეთ? მსაჯი ვიქნები. ყველაზე მთავარი ვიქნები. ტურბოზავრება წინ. ყურადღება. მოემზადეთ. წავიდა.
მაშა, მე გავიმარჯვე. ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს უსამართლობა. ტრასიდან რომ არ გადაგეგდეთ, შეიძლება პირველი მივსულიყავი. შენც გვაწვებოდი. მაგრამ თუ არ თაღლითობდა. რას ამბობთ რაკ? შენც კარგად იცი. შენ და თორმა მოაწყოთ ყველაფერი. საჯმა ყველაფერი დაინახა. ჩვენ გვეგონა რომ ასე უფრო საინტერესო იქნებოდა. არა? საინტერესო მაშინაა, როცა ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს. მე ჩვენ არასწორად მოვიქეცით. იცით რა? მოდი სამართლიანი შეჯიბრება გავმართოთ. მაგალითად, დინოზავრებს შორის სირბილი. ხო რა მოხდა? მოემზადეთ? ყურადღება? ყურადღება? რა თქმა უნდა, ტრაკი პირველი მივა, მას ყველაზე გრძელი ფეხები აქვს. ტრაკ, რამე ხომ არ იტკინე? ყველაფერი კარგად არის დო. რბოლა გავაგრძელოთ. მეგობრობამ გაიმარჯვა, შესანიშნავი რბოლა იყო. იცით რა ვიფიქრე? შეგვიძლია ფრენაში მოვაწყოთ შეჯიბრება, რომ გამარჯვებულმა კარგი პრიზი მიიღოს. რატომ იცინით? რა თქვი სასაცილო? გამარჯობა. რა საკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინო დასასრულს მივახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცით რაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ, დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაპატიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით. გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე, გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა. ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შევუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე აღარ წვეთავს. ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა. ეს ავარია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს.
შეხედეთ. ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაქს გავს. ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეა. ტრაკ მიღება. ტრაკ მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაკი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაკის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყვნება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი, ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? როგორ მოვიქცე? დიახ, გელოდებით. მანქანა ვერ მოდის. ღამის ქარიშხლის მერე გზა წაქცეული ხეებითაა ჩახერგილი. არა დაუცილებლად უნდა წავიდე ქალაქში. იპოლიტ. კატა, ტურბოზავრებთან გავიქცეთ. გზა უნდა გავწმინდოთ. კარგი. ეს ქარიშხალი ნამდვილი სენსაციაა. კარი, ჭიქაკუხილი, ელვა, ხეები წაიქცა. ჰო, გზა ჩაიხერგა. ბებია ქალაქში ვერ მიდის. მე დასაზვერად გავფრინდები, თქვენ კი გუნდი შეკრიბეთ. გზაზე 9 ხეა წაქცეული. ერთი ძალიან დიდია, კიდევ ღრმა გუბეა. მდინარემ კი ხიდი დააზიანა. უნდა შევაკეთოთ. ბევრი სამუშაოა. თორი და ტრაკი დაგჭირდება. მათ სინავთ. წვიმა რომ დაიწყო, დაიძინეს და მათი გაღვიძება მოგვიწევს. თორ, ტრაკ. ჩეკაკუხილის ხმაზეც არ გაუღვიძიათ. აბა რა გავაკეთოთ? მათ გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ერთი ხერხი არსებობს. თორბოზავრებო, წინ! ახლა მთელი გუნდი მზადყოფნაშია. ყველამ ერთად. თორბოზავრებო, წინ! ჯერ კიდევ სწინავთ. აი რა ხდება როცა აყენე, მაგრამ გაღვიძება დაგავიწყდა. მე არ მეძინა, ჩაფიქრებული ვიყავი. ყველაფერი ნორმალურად არის, ტრაკ. კარგი, სამუშაოს ჩაუდგეთ. გემრიელი ფოთლები. თორ, რას აკეთებ, შეიძლება დაგვინახონ. რამდენი
რამდენი ხნის წინ წამოვედით სახლიდან? დიდი დრო გავიდა, ბებია ქალაქში უნდა წავიდეს. ბულ შეგიძლიათ დაუჩქაროთ. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო წინ, თორ. ეს ხე უნდა გადახერხო. ტრაკ, გზა გაათავისუფლე. ანგი, ზერ, ჩვენ ხიდის შესაკეთებლად მივდივართ. ჩვენ ბებიასთან უნდა წავიდეთ. დო, შეგიძლიათ ტაქსით იმუშაო. ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტაქსი მზად არის გემსახუროთ. ჩემთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ნუ გეშინიეთ. მალე გზა გათავისუფლდება. ბებია, კიდე უპილოტო ტაქსით იმგზავრო? რა თქმა უნდა. მაგრამ გზაზე როგორ გავივლი? ამ მანქანით გაივლი. ტრაკ, ხიდის დაზიანებული საყრდენები შეცვალე. მოდიან, ტრაკ, დაიმალე. შესანიშნავად იმუშავეთ. ხიდი ისევ ახალვითაა. კიდევ 100 წელი იდგება. მესმის რატომ ხატავ მას? უბრალოდ ვარჯიშობ. ვხედავ, მაგრამ ხომ შეიძლება სხვანაირად ივარჯიშო? მაგალითად მე დამხატე. მე. დაიწყო. რა იყო? ჯერ ერთი ლამაზი ვარ, მეორეც ძალიან ლამაზი ვარ და მესამე ძალიან ლამაზი. შენა, საქმე არ გაქვს? ზერ, შენ ხომ ცოტა ხნის წინ ახალი ლინზა დააყენე? ის გამოგეცადა. სწორედ მაგას ვაპირებდი. ძალიან კარგი, გაუშვი. კარგი, ვნახოთ. აბა რას ვხედავთ? კარგი. მე მგონი ეს ხე მალე წაიქცევა. რა ხდება? აქ საიდან გაჩენდი? არა. ახლა რა გიყოთ? ესე იგი ხე გადაიხარა და ბუდე საფრთხეშია?
და ბარტყები ბუდიდან ცვივიან. მე რომ არ ვყოფილიყავი, დაიღუპებოდნენ. ფიქრობ იმ ადგილას უნდა მივიდეთ და ვნახოთ რა ხდება. მე მგონი ხე მალე წაიქცევა. შეგვიძლია ხე გადავდგოთ. ვფიქრობ შესაძლებელია. შეწყვიტე. შენთვის ცუდი არ გვინდა. მე მგონი მისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება. შეწყვიტე. დაინახეთ? არ მოგცემს საშუალებას რომ რამე გავაკეთოთ. ესე იგი სადმე უნდა შევიტყუოთ და ჩავკეტოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. შეგვიძლია კატის სახლი გამოვართვეთ სტეპან პეტროვიჩს. მართალი ხარ? საბრალო ჩიტი, როგორ ღელავს შვილების გამო? რა სიზამს? უნდა მოითმინოს. ახლა მალე გავაკეთებთ ყველაფერს და გამოგიშვებთ. დურბოზავრებო, წინ! ჩემს მითითებებს მოусმინეთ. ზერ, ბარტყები ბუდიდან ამოიყვანე. თორ, მე და შენ ახალ ორმოს ამოვთხრით. მე და გავიწყდეთ. სულაც არა. შენ ბარტყების დედას ადევნე თვალი. ტრაკ, შენ ხეს დაიჭერ. ჩვენ კი ფესვებს ამოვთხრით. შემდეგ ხეს ანკის გადასცემ. წავიღებთ ახალ ადგილას და ორმოში ჩავარჯობთ. შეგიძლიათ გამოუშვათ. საშინლად ნერვიულობს საბრალო. ყველაფერი გავაკეთეთ. გამოუშვი ჩიტი. კარგი, წავიდეთ აქედან, რომ არ ინერვიულოს. მე მგონი ყველაფერი კარგად გამოვიდა. ზერმა ახალი ლინზა მოსინჯა და ბარტყები გადაარჩინა. ჩვენც ხომ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ ყველა მივიღეთ მონაწილეობა. მაგრამ კინაღამ დამკორტნეს. საფრთხეში აღმოჩნდი. რა გაცინებთ? სიმართლეს ვამბობ. თორ დაადასტურე. ჩიტმა თორსაც ბევრჯერ ჩაუნისკარტა. ძალიან ბევრჯერ. ჩვენ თევს დავიჭერთ. ბებია კი წვნიანს მოამზადებს. პირადად მე ორთებს შევჭამ. ჯერ დაიჭირე. დავიჭერ. შენზე მეც მაინც დავიჭერ. ამასაც ვნახავთ. როგორ არ ცხენიათ? აქაურობა დააბინძურეს და არ დაასუფთავეს. ძალიან ცუდია. მოდი სხვა ადგილი მოვძებნოთ. არა, ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მე და შენ უნდა დავასუფთავოთ გარემო. რა გარემო? აქ იმდენი ნაგავია, პარასკევამდე ვერ დავალაგებთ. ვიცი, ვინ დაგვეხმარება? გამარჯობა. როგორც ჩანს, სათევზაოდ იყავით, მაგრამ თევს ვერ ვხედავ. ჯერ ვერ ვითევზავეთ. იქ იმდენი ნაგავია, საშინელება. და გადავწყვიტეთ დავასუფთავოთ. მაგრამ დახმარება გვჭირდება. ეტლი, თქვენს განკარგულებაშია, წავიდეთ, დამხმარეები მოვიყვანოთ. 32, 33, 34, 35, 35. ახლა შენი ჯერია ტრაკ. 1, 2, 42. მე გავიმარჯვე. მაგრამ როგორ ითვლი ეს თაღლითობა? როგორც შემიძლია ისე ვითვლი. ორჯერ ორი რამდენი იქნება? სადღაც ასე 7, 8.
ასეც ვიცოდი. ბოლ, ხედავ, განსწრახარ გვატყუებს. ყველას მოგესალმებით. თქვენი დახმარება გჭირდება. ტბასთან მივედით იქ კი? რა საშინელება? მაგრამ ჩვენ ამას თავს გავართმევთ. ნაკავი იყოფა ბიოდეგრადირებად და არადეგრადირებად ნარჩენებად. ეს ბიოდეგრადირებადი ნაგავია. ეს კი არა. ერთი მეორისგან უნდა განცალკევდეს. ბიორა? ბიოდეგრადირებადი ნაგავი, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. ის უნდა შევაგროვოთ და დავმარხოთ. დანარჩენი კი სანაგვე კონტეინერში წავიღოთ. ტრაკ, შენ პლასტმასსა და შუშის ბოთლებს მიხედავ. ბულ, შენ დანარჩენ ნაგავს ერთ ადგილას მოაგროვებ. თორ, შენ 44, შემდეგ შენ და ანკი მიწას გაასწორებთ. ზერ, შენ სიმაღლიდან გაგვაკონტროლებ. და მე რას დამავალებთ? მე რა უნდა გავაკეთო? თორსა ანკი სიმადგილის გასწორებაში დაეხმარები, სადაც ნაგავს დავმარხავთ. ტურბოზავრებო, წინ! მიდი. აი, მარცხნივ კიდევ ერთია. მე მიმიშვი გთხოვ, ჩემი პროტექტორი ლამას გვალსტოვებს. ყველაფერი შევაგროვეთ. ახლა ბული ამ განს სანაგვე კონტეინერებთან მიიტანს და არ დაგავიწყდეს პლასტმასი და შუშა სხვადასხვა კონტეინერში უნდა ჩაყარო. ტრაკი სად არის? კარგად ვიმუშავე და ახლა თევზაობის დროა. ნავის გარეშე რა თევზაობა იქნება? ტრაკ, ნამდვილი გენიოსი ხარ. ამ საცურაო საშუალების ასაწყობად გამოვიყენე 1, 2, 5, 7, 20, 100, 500 ბოთლი. ახლა ვნახოთ ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერს. გამოწვევა მიღებულია. გუშინ კარგად ვიმუშავეთ. ახლა გარშემო სილამაზეა. ვინმემ რომ ისევ დაყაროს ნაგავი? არი ნერვიულად. საჰაერო მზვერავი ყურადღებით ექნება და სიგნალს გაგზავნის. მერე კი ტრაკი აი ასე მოიქცევა. მიდი ტრაკ! და პეტრომები თავის ნაგავთან ერთად აორთქლდებიან. მართალია. სწორია. როდემდე შეიძლება? 3 დღეა თავს ხმა წვიმაა. რადიოთი გადმოსცეს, რომ მალე შეწყდება. შეწყდა? მორჩა. ვაშა! პრაუცნეური საფი გამოაქვეყნა ზერმა, შეხედე. ო, ფოტო არ გამოვიდა. მე კი მგონია რომ შველას ითხოვს. შეხედე, სველია და რაღაც მორებს ეხუტება. მართალი ხარ, იქნებ ხაფაკში გაება. მაშინ უნდა გადავარჩინოთ. მე მგონი ფოტოზე ტყის ტბა. რომ დაიხჩოს? იქ გავიქცეთ ჩქარა. გამარჯობა. სად მიიჩქარით? ზერი უნდა გადავარჩინოთ. გავიქცეთ, გზაში მოგიყვებით.
იმას ვუღებდი ფოტოებს წყალმა კი ყველაფერი დატბორა. და აი, რა მოხდა? ძალიან მიხარია რომ მოხვედით, გადამარჯინეთ. გეგმა მაქვს. აქედან წყალი ტბორში უნდა გავიყვანოთ. არხს გავთხრით. წყალი გავა და ამოგიყვანთ. ყველას უნდა დავუძახოთ. მე და კატია დანარჩენებს მოვიყვანთ თორი და ტრაკიკი შენთან დარჩებიან. რატომ ველოდოთ დანარჩენებს? ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი. მართალია. როგორ გაუკვირდებათ? ჩკარა, იქით. წყალია. ჩვენ მხოლოდ არხი და წყალი წამოვიდა. გვეგონა, კარს გავაკეთებდით, მაგრამ წყალი უცბად მოვარდა. ზედად ბორისკენ კი არ უნდა გაგეთხარათ არხი, არამედ ქვედა. ეს ზიარჭურჭლის პრინციპია. წყალი ზედადან ქვედაში მიედინება. ბედი ახსნეს რომ არ არის ზერი უნდა გადავარჩინოთ. გეგმა შემდეგია. ბულ და თორ არხი გადაკეტეთ. სასტრაფოდ. სანამ ზერის თავი ჯერ კიდევ წყალს ზემოთა. თავს ძლივს ვიკავებ. ტურბოზავრებო წინ. მე რა გავაკეთო? ანკი ამორებს მოგაწვდის, შენ კი კაშხალი გაამაგრე. მე მგონი მოვასწარეთ. ვაშა, ზერი გადავარჩინეთ. არ ვარ დარწმუნებული. მინდა და გამემხნევებინე. გმადლობ, მხნედ ვარ. ახლა ქვედათ ბორისკენ წყალს აგდები არხი უნდა გავთხაროთ რომ წყალი გავიდეს. საქმეს მივხედოთ. მოიცადე. გეგმა ასეთია. ჯერ მორებისგან ტიხარს დავდგამთ, მერე კი ახალი არხის გათხრას დავიწყებთ ქვედათ ბორისკენ. თავარია რომ დაქანება იყოს. გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო წინ! აი იქით, უფრო ღრმად გათხარეთ. ახლა კი იქით. აი ასე. ყველაფერი მზად არის. ახლა მთავარი უნდა გავაკეთოთ. ტიხარი მოვაშოროთ. შეიძლება მე მოვაშორებ, გთხოვთ. ვაშა, წყალი გადის. ზიარჭურჭლის პრინციპით გადის. თავისუფალი ვარ. იდეა მაქვს. მინდა ჩემი მხსნელების საერთო ფოტო გადავიღო. არა, ოღონდ არ იწვიმოს. დილი საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო სანამ თქვენ იმეცადინებთ? გზებზე არ მოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება, ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით, კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გვითხრათ რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია?
ქვეითთა გადასასვლელი. ხო, დიდი ამბავი. ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხათია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო. კატა, გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მიფრინავდი, გზაზე იხვი და იხვის ჭუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკრო და მე ყველა გადავარჩინე. ყოჩახზერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევიდან შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ. და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანის საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი. ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო, წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაც აკლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩახზერ, მართალი ხარ. ცოტა ხნით გავდივარ, სანამ არ ვიქნები ბავშვი გაართეთ. მე მგონი პლაჟზე უნდა წასვლა. ხო, წინა ჯერზე იქ ყოფნა მოეწონა. ხო, მაგრამ დღეს იქ ვერ მოვხვდებით. შორია.
დილიდან უნდა წავსულიყავით. გვაპატია იპოლიტ, დღეს პლაჟზე ვერ წავალთ. დაიქნებ პლაჟი, აქ მოვუტანოთ. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? უბრალოდ ბევრი ქვიშა დაგჭირდება. აი მეგობრებო, აქ ბევრი ქვიშა. ამ ქვიშის ნაწილი ბებიას ნაკვეთზე უნდა მივიტანოთ. ეს ადვილია. ტურბოზავრებო, წინ. სად დავყაროთ? ერთი წუთით? სოფლიოში საუკეთესო მზვერავი აქ არის. არის, ვიპოვე. ვფიქრობ საკმარისია. სახლში წავიდეთ. თორ, აქ გათხარე. რა მაგარია? აი ეს მესმის. მოგწონს? იპოლიტ. მაგრამ ბებია ამას არ მოგვიწონებს. იდეა მაქვს. შეგვიძლია ბებიასაც გავუკეთოთ რაღაც. მართალია. ბებია დიდი ხანია ყვავილნარზე ოცნებობს, ახლა ყვავილები უნდა დავრგათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლაჟზე. რა იყო? რა მოხდა იპოლიტ? მივხვდი, წყალი. პლაჟი წყლის გარეშე არ არსებობს. ხო, მაგრამ აქ მდინარე არ არის. მდინარე არ არის, მაგრამ წყალი ხომ არის. თორ, აქ ორმო უნდა ამოთხარო. რა პრობლემაა? მარცხნივ, მარჯვნივ. უფრო ღრმად. იქნება მოთხრათ შენ მასწავლო. მიდი. საკმარისია. მიწა წყალს შეიწოვს. ჰიდროიზოლაცია გვჭირდება. რისგან უნდა გავაკეთოთ? სხვათა შორის. მისაბმელის ზომა ზუსტად ემთხვევა თქვენი ორმოს ზომას. მართალია. მაშინ როგორ ვერ მივხვდი? ზერ გენიოსი ხარ. მეგობრებო, მისაბმელი ორმოში ჩავდოთ. აკეთ? ყველაფერი გამოგვივიდა. ბებიას ავტობუსია. დაიმალეთ. გამარჯობა ბებია. გამარჯობა, რა სილამაზეა. დიდი ხანი ასეთ ყვავილნარზე ვოცნებობ. ყვავილების დარგვა გადარჩა. კიდევ უნდა გაჩვენო რაღაც. შეხედე? იპოლიტს ახლა საკუთარი პლაჟი აქვს. რა ყოჩაღები ხართ? როგორ მოასწარით ამ ყველაფრის გაკეთება?
ვფიქრობ, ჯილდო დაიმსახურეთ. აი, ნაყინი მოგიტანეთ. მადლობებია. რა იყო? უნდა რომ თავისი ნაყიდი დინოზავრებს მისცეს. რა ჭკვიანი ხარ, იპოლიტ? მოდი ჩვენი ნაყინიც მივცეთ. ბულისა და თორის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. გავიქცეთ. პოლინა, ჩემი დიშვილები, ბორა და ფედია დაიკარგნენ. იქნებ დღეში თამაშობენ და გაერთნენ. იქნებ გზაებნათ, ძალიან ნერვიულობ. არი ნერვიულად დაიდან ორა ჩვენ ვიპოვით. შესანიშნავია? მშვენიერია. არაჩვეულებრივია. თქვენი დახმარება გვჭირდება. ბორა და ფედია უნდა ვიპოვოთ. საოცარი ფოტოსესია გქონდა. საქმეს თავისი დრო აქვს, დასვენებას თავისი. მსოფლიოში საუკეთესო მზვერავი მზად არის. თხის ბილიკზე არიან. უნდა დავეწიოთ. ჩათვალეთ, რომ უკვე დავეციეთ. რა ვქნათ გავფრინდეთ? აი, მესმის სიჩქარე. ბორა, ფედია, მოიცადეთ. დრო არ გვაქვს. დეიდან ორა გეძებთ. წერილი დაუტოვეთ, რომ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ წავედით. სოფლის შემოვივლით და მაშინვე დაუბრუნდებით. პიჭა, რა ვქნათ? გეგმა მაქვს. ისეთი რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ბორა და ფედია სახლში დაბრუნდნენ. კი, მაგრამ როგორ? მათ ხომ დაბრუნება არ უნდათ. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება. ახლა ისინი აქ არიან. ბულ და თორ. თქვენ გზაზე 44-ით. თითქოს საგზაო სამუშაოებს ასრულებთ. მაშინ ბორა და ფედია იძულებული გახდებიან აქედან შეუხვიონ. შეხედეთ? იქ დაქცეული ხეების გროვა დახვდებათ, ამას ტრაკი გააკეთებს. მიყვარს არეულობის მოწყობა. აღარ შემდეგ მილაგება არ დაგავიწყდეს. პატარა არეულობასაც ვერ დავტოვებთ. ხეების გროვას რომ შემოუარონ, ხევშიც მოუწევთ ჩასვლა. ხევს ვინა მოთხრის? არავინის ბუნებამ ამოთხარა. რა კარგი ბუნება გქონია. ჩვენ მაგივრად ამოთხარა ხევი. გზის დაგება მოგვიწევს, რომ ხევიდან ამოვიდნენ. ამას თორი, ბული და ანკი გააკეთებენ. ტურბოზავრებო, წინ! დაიმალეთ, უკვე ახლოს არიან. როგორ ჩანს მოვედით? უკვე შემოვიარეთ დედამიწა. დედამიწა რომ შემოგველო სახლში დაუბრუნდებოდით, რადგან ის მრგვალია, გამომყევი. აღარ მინდა მოგზაურობა, დავიღალე. მოცვის ღვეზელი მინდა. რაც უფრო მალე შემოვლით, დედამიწას მით მალე ვისადილებთ. წინ! ახლა აქედან როგორ გავაღწევთ? ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ. შეხედე, გზა! ხომ გითხარი რამეს მოვიფიქრებთ მეთქი?
ვაშა, სახლში ვართ. სად იყავით? ძალიან ვინერვიულე. დედამიწის გარშემო ვიმოგზაურეთ. დედამიწა არც ისეთი დიდი ყოფილა. რას ამბობთ, დედამიწა ძალიან დიდია. აი შეხედეთ. ეს ჩვენი დედამიწის მოდელია, გლობუსი. ველოსიპედით დედამიწის შემოვლა შეუძლებელია, რადგან გზაზე მარტო მთები და უდაბნოები კი არა, ოკეანეებიც შეგხვდებათ. ესე იგი, დედამიწა არ შემოგვივლია? არა უშავს, გაიზრდებით და შემოივლით. ან შემოუფრენთ კოსმოსური ხომალდით. მე დედამიწა შემოული, მე კი შემოუფრენ. გემრიელი მოცვის ღვეზელები გაქვთ. მიირთვით. დიდი მადლობა, რომ ჩემი დიშვილები იპოვეთ. ესენი რა შუაში არიან? ჩვენ თვითონ დაუბრუნდით სახლში. ჰაო, ჩვენ ვართ ყოჩაღები. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.